სამაგიეროდ თქვენ 15 ლიგა გაქვთ მოგებული. დიახ. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მაგარი ელ კლასიკო იყო. 7 გოლი გავიდა. მბაპემ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. იამალი შეუჩერებელი იყო. როგორც ყოველთვის, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა უმაგრესად ითამაშეს, უნდა ვაღიარო, ხო და ამ სანახაობას მე ხوار ჩამოვჩებიო მატჩის მთავარმა არბიტრმა თქვა და გადაწყვიტა, რომ ეს არის ფეხი. არ გეგონოთ რომ მარტო მე ვხუმრობ ამაზე, სხვათა შორის რეალის გულშემატკივრები ხუმრობდნენ, ჩემი ყურით მოусმინე ამას, რომ ჩუამენმა ისეთი ბურთი აიღო, ხელით კურტუას რო არა უღია მთელი თამაშია. როგორ არისო ხელი, აბა რა იყო, დედას გეფიცებით რეალის ფანმა მითხრა. ელ კლასიკოს შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ რეალს დატოვებს კარლო ანჩელოტი. არა, ასე არ ვარგებს. უამრავი ტიტულის მოგების შემდეგ რეალს წარბაწეული ტოვებს კარლო ანჩელოტი. მართლა უმაგრესი მწვრთნელი, უნდა ვაღიარო, უდიდესი ადამიანი, უმაგრესი მწვრთნელი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი. პაპა კარლო თავის კარიერას ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს და ის იქნება პირველი უცხოელი, ვინც სელესაოს გააწვნის. აპლოდისმენტები ეკუთვნის ამ ადამიანს, მაგრამ რა არის იცი კარლიტო? ბრაზილიის ნაკრები ახლა ისეთ ფორმაშია, ერთი წარბის აწევა არ ეყოფა. ორივე უნდა აწიო, ბიჭო. ორივე. სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს 15 წლამდელთა ეროვნული ნაკრებიდან. სომხეთში გამართულ განვითარების თასის გამარჯვებული გახდა ჩვენი ნაკრები. გილოცავთ ბიჭებო, ძალიან მაგარი ამბავია. ამავე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი დასახელდა თორნიკე კვარაცხელია. ცნობისთვის ეს კვარა იმ კვარას ძმაა. და აქვე მივმართავ ბარსელონას ხელმძღვანელობას. 15 წლის არის. დაუკვირდით 15 წლის არის. გირჩევთახლავე იყიდოთ ეს ბავშვი, თორე 3 წლის მერე იტყვით რომ ვეტერანია უკვე და იყიდის მადრიდის რეალი. გადაწყდა რომ ილია თოფურიას მეტოქემ სუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. მოკლედ მაინც გაექცა რა ეს მახაჩევი ილიას და ზედაწონაში ავიდა. პარადოქსი არ არის კაცო. აი ნახეთ, კაც რომ წონა გაექცეს, გამიგია. აი წონა რომ გაგექცევა წონა გამიგია, მაგრამ წონით რო კაცი გაგექცეს, ეს პირველად ხდება. სხვათა შორის ივნისი ქამრის შემოჭერის თვეა. არა, ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ილიას გარდა ივნისში მერაბდვალიშვილი იცავს ქამარს და ასევე ბენუ ადამია ოქტაგონ MMA-ში. სამივე შემოიჭერს ქამარს რა, ამის თუ ამინდოდა, ბიჭებო, ჯიგრები ხართ, მაგრები ხართ, თქვენ გენაცვალეთ. კიდევ ერთი წარმატების შესახებ უნდა გითხრათ, მართალია ამ სპორტის წესები ცოტა ქართველმა იცის, მათ შორის ალბათ მეც, მაგრამ ვინც იცის, მათ ვეტყვი და ისინი გაიგებენ კარგად, რომ ოაზისის თასზე აბუ-დაბიში ვერცხლის მედლები აიღეს. ამერიკული ფეხბურთის ნაკრებზე ვამბობ, ჩვენს ნაკრებზე, ამერიკულ ფეხბურთში. ეს იყო მოსამზადებელი ტურნირი, მთავარი ამბები წინ გვაქვს პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენები იასპარეზებენ და მინდა მათ წარმატება ვუსურვო, თუმცა მეგობრებო, ალბათ იცით რომ ყველა წარმატების გზა გადის ჩემს სტუდიაზე. ამიტომ ამერიკული ფეხბურთის ფეხბურთელებო, come on to my studio. ჩემ სტუდიაში come on, გელოდებით. ხო, აუცილებლად უნდა ვთქვათ, გიორგი მამარდაშვილი ალავესი ვალენსიას დაპირისპირებაში მატჩის MVP გახდა. ხეცი ხარ გიორგი, მე ვთვლი რომ იქ 11 მეტრიანი არ იყო. რა ვქნა აღარ ვიცი ხალხომე, ჩემიც გაიგეთ რა. უკვე რეაქციაც აღარ მაქვს მამარდას MVP-ობაზე. ჯუდოისტთა გამარჯვებებზე, ელ კლასიკოში ბარსას მოგებაზე. ჯუდო ვახსენეთ და ბოლოსკენ კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია უნდა გითხრათ. ყაზახეთში გაიმართა პარაჯუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც 3 ბრინჯაო და 3 ოქრო მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა და გუნდური პირველი ადგილით. თქვენ გენაცვალეთ, ძალიან მაგრები ხართ. სუ ასე გვასახელეთ, გქომაგობთ, გულშემატკივრობთ და ვამაყობთ თქვენით. მეგობრებო, თქვენ კი გამოიწერეთ პანამის არხი, სადაც ნახავთ გელაია კორძაძე, როგორ მეუბნება. ოთარ, ახლა
რო შევიდე მე ამერიკულ ფეხბურთზე, მომცემენ ვიზას ჩამირტყავენ? მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის სპონსორია, ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი აქტიური მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება ძვირფასო მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი და შესანიშნავი. ახლა სტუმრები მინდა მოვიწვიო სტუდიაში, ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში, რომელიც ლიდერ სპორტ არენაზე მდებარეობს. ჩემი სტუმრები არიან იუთუბერები და შეთავსებით ბარსას ფანები, ქორო და ბასტო ფანტასტო. მართალი მეცხრეობაა. კარგია დაულარი. ეს გახლავთ ქორო, ეს გახლავთ ბასტო. იცნობდეთ, მე ვიცი რომ იცნობთ, მაგრამ ჩემნაირი თუ არის ვინმე ვინც YouTube-ზე არადევნებს თვალყურს, მე სულ სხვა კუთხით ვიცნობ ამ ხალხს, ვიცნობ როგორც ბარსას ფანებს. ეხლა მომისვით, ხელი ხო ჩამოგართვით ეხლა? დიახ. კი. ხო იყო ხელი ეს დედა კი ბატონო. აი მომე დასიამოვნო იყო ძალიან. ხო იყო ხელი. კი. ხო და ეგ არა ის დედა იმან როგორ ვერ დაინახა მითხარი რა. როგორ არ დაინახა უბრალოდ რასისტული განცხადება გავაკეთე კინაღამ და თავი შევიკავე. თავი შეიკავე. არა, არ გვინდა რასისტული განცხადებები. ეკლასიკოს საშკითხეთ, აბა ეს გეტყვის ფეხი ჩამოგართვაოთ არამო. კარგი ამბით დავიწყოთ თუ ცუდით? ცუდით. კარგი. როგორ ვერ გავედით ფინალში? აუ, კარგით მაშინ. ანუ მე მეგონა რომ ის მორჩა გაიარა და რაღაცა სხვა ამბავზე ეგ ძალიან მაშინ კარგი დავიწყოთ, ელ კლასიკო როგორ მოვიგეთ. ხო, აი კაი. აი ეგ ჩვეულებრივი ამბავია ჩემი. არა, ჩვეულებრივი. ბოლო პერიოდია ელ კლასიკოს ეხა აი რუდიგერი რო გაბრაზა, ხო გახსოვს და რაღაცებს სრულად დაიწყო და რო გამოავლინდა საკუთარი თავი. ხო. გამოაშკარა. ჩამოიხსნა ის ნიღაბი. აი ეგ ელ კლასიკო იყო, ანუ ეგ ელ კლასიკო მომენატრა რა, რამოსი რო ხელებს ირწმენებოდა თამაშს ვაგებდა და მე სხვა სპორტში რო ეჯიბრებოდა მე ბარსელონელებს. აი ეგ ელ კლასიკო მომენატრა და ეგ ელ კლასიკოს მუხტი დააბრუნდა და უკვე ფანებშიც უკვე რო შუღლიო და ბიჭო და რაღაცები, მაგას ფეხბურთს ეგ მუღამი ქონდა დაკარგული, და ეხლა რო დაბრუნდა და თან ის ელ კლასიკოები დაბრუნდა, აი ბარსა რო უგებს დიდი ანგარიშით და ისინი რო ბრაზდებიან, ეგ არის ჩემთვის ძალიან კარგი საფეხბურთო ერა. რომელიც ასული იყო 1-5 წლით. ისე ინტერთან რო გავარდა, რამდენი კორსიზი დაგჭირდა. ერთი მქონდა და არ მეყოვრე, ეგ ვიცი ზუსტად და ერთი მქონდა, კორსისაც ეძახიან ქოროს რო იცოდეთ რა, ეს რაღაცა ისე ჩავახვიე. ჩემ ჭკუაში ჩავახვიე. ჩასწორებას გავაკეთებ, არ ეძახიან, თავის თავს ეძახის საკუთარ. თავის თავს ეძახის. სასცენო სახელია. არა, კორსიზი მშვენიერია. მაგრამ ეგრე არის, კორსიზი არის, course easy არის. Course easy. Yeah, it's choral and sometimes he looks things easily, you know. Look. Course გვარიდან წამოსული სახელია, რომელიც წამალში გადაიზარდა. აჰა. სხვა შორის გასინჯული, ერთხელ მაქვს გასინჯული და საშინელება. ანუ ვალიდოლი ჯობია 100 თავით. უნდა გადაყლაპო, კამფეტივით კი არ უნდა ისქნა, რა ქვია. ხო, საშინელი გემოქონა და ვალიდოლი კაი ის არის, აი. ვალიდოლი მაგა პახმელიაზე მაგარია, დედაშვილზეც. რაც მე იმამდე, რა ქვია, ლუდხანამდე ვალიდოლი ჩამიდია ენის ქვეშ. შეიძლება ლუდამდე? სანამ მივდივარ, ლუდამდე. ხო იცი, დილას თუდად რო ხარ, ჰაერი რო არ ყოფნის, ენის ქვეშ ვალიდოლი წადი. ლუდი დაგისხეს, თუ მანამდე არ გაიწოვა, გადააგდე ლუდი დაარტყი და ის ლუდი უფრო ცივად მიდის. ძალიან დაკვირვება აქვს გატარებული. ყველა მხრიდან აქვს ვალიდოლი, კარგი იცის რა. ვალიდოლი როგორც გაუფილტრავზე უფრო ის არის თუ გაფილტრულზე ეგეც რამე. იცი რა, გაუფილტრავზე უფრო მძაფრდება ვალიდოლის სიცივე, იმიტომ რომ გაუფილტრავი ხო როგორც წესი არის ხოლმე ისეთი უფრო ბლანტი და უფრო აღვივებს ამას რა. გაფილტრული ჯობია რომ ცივი კათხით იყოს და ეს თბილიც რო დალიო აცივებს რა. აუცილებლად უნდა ვცადოთ ეგეც. ხო, დღეს ვალიდოლზე შენ შედი ლუდს მე დავითრევ და იქ. ხო, მე აღარ ვსვამ და მაგრამ. ეხლა ბარსას ვერ გასვლას თავისი დადებითი მხარე აქვს თუ არა? გეტყვი კი. ხო. არა, დადებითი? მე გეტყვი რა, რას ვფიქრობ? დადებითი სიტყვა ხო იცი რომ კი, ანუ კარგი ხო? ანუ ვარყოფითი არა და დადებითი. მოკლედ ესეთი რაღაც ეგრე ვფიქრობ. მე ბარსას გასვლა იმიტომ მინდოდა, რომ შეიძლება ეხლა ზოგისთვის უცნაურია, ზოგისთვის ორივენაირად უცნაურია. შვიდად მინდოდა ფინალის ყურება. აი ბარსელონა PSG ყოფილიყო ფინალი, ერთადერთი დისკომფორტი, რასაც შემიქმნა, იყო დემბელეს ოქროს ბურთი. აი არის ერთადერთი დისკომფორტი, რაც შემექმნებოდა. ბარსა თუ წააგებდა კვარა აიღებდა ჩემპიონთა ლიგის თასს და
იქნებოდა ის ტიპი, რომელიც გადის გუნდში და იმ გუნდს უცნებას უსრულებს და თუ ბარსა მოიგებ და აი ბარსა მოიგო რეალის ფანებო, აი ამას გავაკეთებ. და ორივე შემთხვევაში კმაყოფილი იქნებოდი, მაგრამ მე რო ვიფიქრე, რომ შეიძლება ბარსასთვის ვერ მოიგო და კვარა სადღაც ზემოდან ხო ის ხდება, რომ სადაც მიდის იმას ოცნებას უსრულებს. თილის მახსოვს. სწორედ ამიტომ ერთ გუნდს უნდა გულში მატკირო ძალიან ახლა და ალბათ მაგიტო გამოვარდა ბარსა, რომ მოიგო კვარას რა. მართლა. ანუ ჩვენთვის გამოვარდა რა. ხო, ქართველებისთვის ჩვენ გამოვაგდეთ. ჩვენ სამის გარდა ყველა. ისე დემბელე ახსენე და ვიღაცას რო ეთქვა 1-2 წლის წინ დემბელეო კანდიდატი იქნებოდა ოქროს ბურთისო. ო, აბა, აი ესე გავაკეთე. აი დავიჭანებო. ხო, შენ რას ფიქრობ ამ თემასთან? ძალიან უცნაური ამბიდექსტერია დემბელე ზოგადად. და ამბიდექსტერი გუშინ ჩავიხედეთ, რომ მოვდიოდით, ვიცოდით, გუშინ გადავიმეორეთ. ხო, ეგ სიტყვა ძალიან მიყვარს. ამბიდექსტერი, ორივე ფეხს ხმარობს, თურმე ეგეთი რო არის დემბელე. ამბიდექსტერი. ხო, ერთ-ერთი გამორჩეული ამბიდექსტერია ჩემთვის დემბელე. ოღონდ გამორჩეული რაღაც ნეგატიური რაღაცებით ძირითადად. და იმ ხალხზე რას ფიქრობთ, ვინც ამბობდნენ? მე ვიცნობ ესეთ ხალხს, ბარსას ფანებს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც, რომ მაინც ბარსას მხარეს ვიქნებოდიო, ბარსა მაგას ვამბობ. ზოგს არ ესმის, რომ მაგალითად როგორ შეიძლება, რომ რანერად ხარ PSG-ს ფანი ვეგეც უთქვა, ანუ რანერად უგულშემატკივრებ PSG-ს ვეგეც. ფანი არ ვარ, კაცო. არა, უგულშემატკივრებ PSG-ს და მეორე მეუნებოდა, მაგალითად რანერად უნდა უგულშემატკივრებ ბარსას და ყვარა თამაშობს და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ანუ პროსტა წამოვწვებოდი, ლუდს დავლევდი, არა, ვაში თამაშზე წავიდოდი ბარსა PSG-ში რომ დამჯდარი. და ძალიან მშვიდად უყურებდი რა და ყველაფრით ვისიამოვნებდი საერთოდ. არ მექნებოდა მომენტი გარდა დემბელეს ოქროს ბურთია. გადავეკიდე დემბელე. თუ წახვიდოდი ვალიდოლს მე გაგატანდი. ტენის ქვეშ. ანუ ვალიდოლს ყოველთვის ვკისრულობ. ხო, დავიმახსოვრებთ მაგას. მე მაქვს ნაღდი ბარსას ნაღდი ფანობის ტესტი, ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან, რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? შეფურთხებ. არა, ვარს ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს? რეალში გადასვლას ეგ ასტორი პასუხი? ოჩა. რეალ მადრიდში. ანუ ღალატს, ანუ ლუიშ ფიგუს. ლუიშ ფიგუს. მე ველოდებოდი რომ იტყოდი. არც კი გვინდა რომ თქვათ მაგის. არა, სიმართლე გითხრა ლუიშ ფიგუ, მე ვარ ზოგადად ცოდნით ვიცი. ანუ ის ლუიშ ფიგუ მე რომ დავიწყე ყურება, უკვე რეალის ფეხბურთელი იყო. PSG-ში რომ თამაშობდი, უკვე რეალში იყო. მე ის ღორის თავის როლები და რაღაცები ვერ მოვესწარი. ამიტომ ლუიშ ფიგუს უბრალოდ ვიცი, რომ ნაძირალა, თორემ ვერ გუზნობ მის სინაძირლეს. კი ბატონო, აი მოეტანა ფული კოკაკოლას და ვიტყოდი რომ ჩემი სპონსორია კოკაკოლა. ეხა პროსტა კაია. კარგი. იამალის ოქროს ბურთი გირჩევნია თუ ტორტი? რა ტორტი რა იამალის ოქროს ბურთი. ბიჭო, ნახე ტორტი ყოველთვის არ გექნება და იამალი ყოველთვის მოიგებს რო რამე. არა, აი, ერთი წუთი რაღაც მაინტერესებს რა. ეხა შენ ამბობ რომ აქ რო კონდეს ორი ღილაკი, ერთი იამალი იგებს ოქროს ბურთს, მეორე ტორტს აჭერ და ტორტი შეგაზილავს სახეზე. არ დაკონკრეტებულა რამდენ სართულიანი ტორტია. აი, ტორტი რო იყოს, აი, არ დაკონკრეტებულა. აი, შენობა სად ვიყოფებით ეხა? ბიჭო, ნახე. ლიდერ სპორტ არენაზე. არენაზე დიდი ტორტი დიორის თვლებით რო იყოს. არ მაინტერესებს. დიორის თვლები და შიგნით თუ ისი მესი თუ ის და 4 წალი. ბაზარი არა, ტორტი არის ტორტი რა. აი, მაშინ აი რაფაელოს ტორტი ძმა. აი რაფაელოს ტორტი. გოჭი და 20-იანი? არა, ოქროს ბურთი არ მინდა. არა. ბიჭო, აი, იცი რა მაინტერესებს? რა ყვარამ რომ შეაგდოს 3-4 გოლი. კაი, ჰეტრიკი რო შეასრულოს ფინალში, ხო, შანსი აქვს ოქროს ბურთი აიღოს? ხო და მაშინ სხვათა შორის 1.8 ქონდა პროცენტები სანამ თამაშები იქნებოდა ოქროს ბურთი. ბიჭო, აი მაგას საქმეს აკეთებს რა ეხა რა, ეხა ბარკოლას რო შნო კონდეს, ერთი 5-6 ასისტი ეკნებოდა ყვარას. ფინალში ეკნებოდა. ბარკოლას რო შნო, აი, ფეხბურთელი რო იყოს და არა კალად ბურთელია ბიჭი, პროსტა გვატყუებს ფეხბურთელი. არა, ცუდი ფეხბურთელი არ არის. არა, მე ისა ბარკოლაზე? ბარკოლა არ არის ცუდი ფეხბურთელი. როგორ ფეხბურთელია გეტყვი რა? ბეტა როჟე, ხო რა აფა როჟები რო არიან. აი, არის ბეტა როჟე, აი ბოლოს იღებს, აი რაღაც ემართება რა, თითქოს აი ის არა აქვს რომ გაუტარი. კარგია რომ ომეგა არ არის. გარი არ არის, ხო? ომეგა რა. მეტანი იქნებოდა. ისე ფიგუს შემდეგ კიდე რომელი ფეხბურთელი შეგიძლია თქვა ბარსასი რომ არ მიყვარსო? დემბელე. ბარსასი? დემბელე ანუ ტიპმა ყველაფერი ბარსაში მოვიდა. გააფუჭა ძალიან ბევრი რაღაცა, იქ რაღაცა წყალი დაასხა, იქ რაღაცა.
აი Excel-ი გააფუჭა. ერთი წუთი. გუდიონსენმა რა ქნა ეხლა, ეცოდი ფეხბურთელი იყო და ეს გადაიხადეს ბაპე თუ დემბელეო და მოდი დემბელეო და ტიპმა იმენა ის რომ მოკვდა ეხლა ექიმი. მაგის ცოდვით ანუ მაგიტომ მოკვდა. მოტვინი წაუღო, სულ იმაში ეგეთო ხელფასოხდნენ წავიდა PSG-ში და ოქროს იღებს და ჩემპიონი ანუ ყველაფერი გააკეთა. რატო უნდა მიყვარდეს ფიგურით აძლიერებს ადამიანს, ხო იცი მე? აფინიაც ეგრე გაძლიერდა. კარგია. იკამათეთ რა. მიყვარს მე ესეთი გადაცემები. დემბელეზე ცუდი როჟა ვინ არის დღეს, ვინც ფეხბურთს თამაშობს. ჩემთვის ეგეთი ცუდი როჟა არ არის, ანუ ცუდი როჟა არ არის, მაგრამ როგორც პერსონალს გულშემატკივარი რას იზამს, იცი დემბელემ რო გოლი გაგვიტანა, გახსოვს? სალტო რო ცხოვრებაში არ ქონდა გაკეთებული და ორი რო გადააბა და სპეციალურად რო ისწავლა რაღაც ახალი აღნიშნა, გახსოვს? მაგ ხრივ ცოტა ისა ბიჭო მესმის რომ ბარსაზე იყო ცოტა გაბრაზებული, იმიტომ რომ არ მომექცენო სწორად რაღაცაო, არ დამაფასესო, მაგრამ ხონდა ითამაშო ფეხბურთს. ხო ყავს ანდრე გომეში ხო ვერიტა. ანდრე გომეში იმიტომ ვერ ვიტან რომ ცუდი ფეხბურთელია. ხო და ეგ თქვი მე. ანუ დემბელე არ არის ცუდი ფეხბურთელი. დემბელე კარგი ფეხბურთელი, მაგრამ არასწორებს როგორც ადამიანი. ოღონდ ეს უნდა ამომიჭრათ რო რამე რა, კვარასთან მეგობრობს და არ მინდა რომ გაიგოს რომ ის მეგობარზე ცოტა ლაპარაკობ. არა, დემბელე ძალიან მაგარი ფეხბურთელია, უბრალოდ როგორც ბარსას გულშემატკივარი მოწვეული, ხო? და როგორც ბარსას გულშემატკივარი საუბრობთ, როგორც ვაჟა გოგუა, ბასტო, ეგრე რომ ყავდა მოწვეული, არა დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია. ძალიან კაი კარიერა დააქ, არავის არ ეგონა რომ დააქამბექებდა, შესანიშნავი ფეხბურთელი, ამას ძლიერი სჭირდება რომ დააქამბექო და რა ვიცი, მოკითხვა აქედან დემბელე. პირველი ვარიანტი დატოვეთ ეს. ორივეს დავტოვებ. ეხლა არ ამგონია კვარას ეწყინოს, იმიტომ რომ ვიხდით ჩვენ რატო არ უყვარს ბასტოს დემბელე. გასაგებია მის. ანუ ბასტოს ანუ თქვენ გიყვართ რომ არა, ვიცოდეს სიყვარულით ეხა ისიც არ მიყვარს. არა, მიყვარს ეხა როგორ, მაგრამ ნუ ცუდი ფეხბურთელი არ არის ეხა PSG-ში მაგარია. ანუ მოულოდნელი გოლი რო გაგვიტანა და რო აღნიშნა, ეგ მეც ცუდად მახსოვს და მაგის გამო ნაგინებიც მყავს. სამი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ბარსასი. აი წეღან ჩამოთვალე. ცუდი აღონთ როგორც ფეხბურთელი, ხო? ბანძი ფეხბურთელი. ხო, ცუდი ფეხბურთელი, ხო. ბარსაში ვისაც უთამაშია, ხო? თუ ეხლა. არა, ვისაც უთამაშია, თუ გინდა ეხლანდელი თქვი. მე რავი, გუდიონსენმა შემაზიზღა მაშინ თავი რომ გადაეფარა ბურთი მოხდა, მეგონი რონალდინიო არ ტყავდა შესანიშნავ გოლს იტანდა და გადაეფარა და ისეაც დიდი არაფერი არ უქნია ბარსასთვის. გუდიონსენი იყო. გუდიონსენი გადმოვიდა იმ ჩელსიდან, რომელმაც ბარსა გამოვაგდა 4-2 თუ გახსოვთ ის რონალდინიომ გოლი გაიტანა. კომანდი იყო გუდიონსენი, ხო? და გოლიც გაუტანა. არტურს ფიქრობ. პირველ წუთზე თუ მეორე წუთზე გაუტანა. არტური, ხო? ხო, არტურს ფიქრობ, მაგრამ აი ბოლოში ის ბრაიტ ვაიტის დიდად ჩემს იმაში არიჯდა. და ნუ ანდრე გომეში რა, ალბათ. მე ვიტყვი რა ერთი სული მაქვს თქვა. ფირპო ჯუნიორ ფირპო რო ყავდა. ბიჭო, ფირპო არის აუ გეხვეწები. ჩათვალე ბალდი არის გასპორტულებული ფირპო. მართლა. ფირპო ანდრე გომეში და რავი აი მაგ სასტავიდან რომ იმის სასტავი დესტი რა ბედნიერები ხართ ბოგარტს დუტრუელს და ოლეგერს რო ვერ მოესწარ ოლეგერი მახსოვს ოლეგერი აქ არის ოლეგერი ჩამოვიდა აქ არის ჩავკეტე ლეგენდარი ოლეგერი მაინც ბედნიერები ხართ ესკერო გახსოვს ესკერო იყო კი მოდი მადრიდის რეალის ფანები რო არ გაგვინაწყენდნენ თითო კარგი რამე ვთქვათ მადრიდის რეალზე მე დავიწყებ 15 ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა ყოჩახ მე გავაგრძელებ თეთრი ფერი ირეკლავს მზეს და არქცხელა რო გაცვია მაგარია თეთრი მაგარია საკმაოდ ბევრი ფული შეუძლიან ჩადონ ყვითელ მაისურიან ტიპებში ან ცისფერ მაისურიან ტიპებში აქვთ მაგის შესაძლებლობა ტელევიზორთან ჯდომია გონია რომ ესე რომ აქვს ხოლმე ხელი აი მილიონი გადმორიცხარ ძალიან ისეთი მომენტი იყო 2 მილიონი აი ნახოთ 2.5 კაი ნახავობა მივა და იქ რო ნახულობს მე 5-ზე რო ადიან არისო ის ხელი იმას რომ ოი რო გაბაზა ეს რომ მართლა თამაშის დროს რომ მიდიოდეს ნეგოშიეიშენები რო აი რამდენი და ან იქიდან რომ შენი შვილი მყავს რაღაცა ვიდეოებს რო არ გამიკვირდება არა მე გამიკვირდება მართლა რო ვთქვათ ის არის რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი საფეხბურთო მოვლენის 50% ეგენი არიან ხოლმე ანუ ბარსა რეალი როცა რეალის გარეშე ვერ იქნებოდა ეს დღესასწაული ბასტო მითხარი ხა რატო ხარ შენ კვარას კუმირი კვარას კუმირი რატო შენ კუმირი შევხვდიო ხო უთხარი ვისაუბრე ჩემს გულშემატკივარს პირველ გამომწერს შენ კუმირი შევხვდი ძმა წერპი არის ქართული სიტყვა თამაკის მაიკა რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე მე და რას გატანის არ უმჯერა ყვარა კარგად დაიჭირე
ანუ კვარა მარიცის ზუსტად კუმირი როგორ შიფრება რა. სხვა რაღაც გონია. არა, მე ვიცი. მე კომანდი ის მქონდა, იმედი მქონდა, რომ ეხა კვარასთან ხო ვამბობ მაგას რაც გავეხუმრე რა, მეგობრულად და იმედი მქონდა რომ არ გამოჩნდებოდა რომ კვარას ვეუნები და იქ ტაფსუნაც მიდგას. და შენს კუმირს შეხვდი რომ ვიძახი მეთქი ისე შეიფუთოს მეთქი რომ ტაფსუნას მეუნები რომ კვარაზე. ვემიჯნები მაგ ჩემს პოზიციაზე, დავკარგე თავი, ჩემი მეორე მე ამოვიდა, რაღაცა თქვა, წავიდა. მაგის მაგამდე და მაგის მერე არ მინახავს ეგ ადამიანი. ვინც ეს თქვა. აი მომენტში ვინც ეს თქვა. დიახ. ისე გაასწორა პარიზმა. სიმართლე გითხრა, როგორ მდგომარეობა. რა აი პარიზი ვნახე, რაც მანახეს. ანუ ჩემი გადაწყვეტილებით ერთხელ ვარ სუპერმარკეტში ნამყოფი. ესე დაყავდათ და აი ეს ანუ ხო ესე უცებ იმყვნენ. აი ესე ხო დამეთრენ და აგერ ესე იფენს კოშკია, აგერ შანზელიზე, აგერ აი ესე და ჩამაგდებდნენ ავტობუსს სადღაც მივყავ ვა ხრაბ და გამოვდი თამაში ვა გომეც ამიყავ ჩემაგდებს ძინავს მიგვიძებს სენტე აი ეგრე და ეგრე ვიყავი 3 დღე რა და აი რა ვიცი კი რაღაც უზრუნველყავდა შეეპარებინათ რაღაც მომენტში. ხო რა ეს რა ხდა რაღაცას რო რა. ეს რაცი და ზან ანუ კი მაგრამ ერთადერთი ისე თქვა შემილია ხო ვიარე ქუჩებში და თბილისის ვაიბი აქვს რა ანუ ვაიბი ენერგეტიკა რო არ დავფიქრებულიყავი რომ პარიზში ვარ და ეს რაღაცა კონკრეტულ შენობებზე არ შემეხედა ისეთი გარემო ანუ რაღაცა ჰაერი თუ რა ქვია არ ვიცი თბილისური აქვს კი ანუ რომ გერმანიაში ყო არ იყო ეგ რა ვაფშე სხვა სამყაროა და იქ არ არის რა ანუ სხვა შორის ჩემი ანუ მამა ჩემის თაობის დროს ბაბუა ჩემის თაობის დროს იყო მაშინ და საბჭოთა კავშირში ესეთი რამე რომ თბილისს პატარა პარიზს ეძახდნენ განსაკუთრებით სანაპიროს მტკვრის სანაპიროს ეძახდნენ ხო რაღაცა რაღაც მომენტებში გავიხედებოდი გავდა რა იმას რა ხიდე ლეგენდების თამაშზე თქვენ რატო არ ხართ მიწვეული თქვენ ხო ლეგენდარული იუთუბერები ხართ ხო მაგრამ როგორი რაღაცა იცი უყურე გეტყვი რა რომ გითხრეს რომ ითამაშეო მეთქი ვინები არიან ვინ ჩამოდის რა და ისეთ აი ვებრები ანუ უფრო ძველი ლეგენდები ჩამოდიან და ჩვენ ცოტა ახალგაზრდა ტიპები ვართ ახლა არ გვინდა რომ ისეთი სიტუაცია შექმნას რომ ძალიან მოუგოთ თან მე რო ფეხბურთს თამაშობ არ ვარ ისე რომ ეხლა დავინდო ვიღაც იმიტომ შევაწყობაა რა მოთხოვნა იყო გინტიფს გეთამაშებ და გინდობს რაღაცა გეუნება რომ ჩემზე ცუსტი ხარ და ძალით არ გეთამაშები და არასპორტული ეს დაანდობა და ამოვტენიდით და მე იქნებოდა რომ ამოგტენეს და აღარ ჩამოვიდოდნენ და მოკლედ რა ისევ საქართველოსთვის თქვი თუ არ ისევ საქართველოსთვის აი ეს ვიღაცას ხუმრობა ეგონება და მართლა ეგრე იყო როგორც ვიცი ახალი კამპანია გაქვთ მიეცი იცით ქოროს შანსი ხო კი შეიძლება ქოროს შანსი შეიძლება ქოროს ხო და რას ნიშნავს ეს ანუ ქორო თქვა ჩვენ ვიყავით ეროვნული ლიგის თამაშზე და ქოროს კითხეთ მე ვკითხე რა ბლოგს ვიღებდი იქ რო ვიყავი სენტეტეში წასული ძალიან ბევრი რაღაცა ვიგრძენი ახალი შეგრძნებები და მე უფლა რომლის დაუფლებაც მინდა რომ აქაც შევძლო ხომ საქართველოში და წავედი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ თამაშზე და ქოროს უყურებდი ამ თამაშს და ქოროს ის იყო რა ქვია იბერია გორის დილა იყო რა თან კარგი თამაში იყო დაძაბული თამაში იყო ის იყო ანუ ყველაფერი ქონდა ამ თამაშს და ქორო უყურებდა და როგორ თვალი აი აქედან ცრემლი ჩამოუვიდა ესე რა და ამაზე ვიცი ისტორია რომ ფეხბურთელი იყო მე მისმა გუნდელმა თელავამ ფეხი ატკინა მუხლი მიარტყა და ეს მუხლი აღარ უმუშავებდა და დაკარგა საფეხბურთო კარიერას ან რო ქონოდა კარიერა მაგის შანსი დაკარგა. ეს ამოდა ცრემლი და ქოროს კითხე რომ მეთქი შეძლებ მეთქი ახლა რომ ივარჯიშო მეთქი ახლა სადაც ვარდი შეძლო მაგარი შედარება კი აქვს ქორო და ვარდისთან. ანუ აი რატო აი ქორო და ვარდი აი ვარდის რა ვარდი აი ჯეიმი ვარდზია საუბარი კი ხო სხვათა შორის 11 იანვარს არის დაბადებული და ვარდის 11 იანვარს დაბადებული და სამყარო როცა კომუნიკაცია შემოდის შენთან და გეუბნება რომ ნახე ვარდის 11 იანვარს არის და შენო თავს იყურვებ არ გამოვა ეგრე ხო და უთხარ რომ კიო რომ ვივარჯიშო ეხლა მაინტერესებს რომ ვიღაცა თუ მისცემს ქოროს შანსს რომ უბრალოდ ივარჯიშოს ის კი რომ შეიყვანე ძმა და ჯერ ქარხანაში რომ დაიწყოს მუშაობა ხო და ქარხანაში ნამუშევარი იწყებდა ნამუშევარი გაქვს ქარხანაში დაცვაში მაქვს ნამუშევარი რაღაცა კონსულტანტად დაცვაში ოღონდ კარის დაცვაში არა ანუ უბრალოდ რაღაცა დაცვაში შენობის დაცვაში თეატრის დაცვაში თეატრის იცავს ეს რო იცავს რაღაცა ხო კარგად ვერ დავიცავ მალე აი გადატეხოს ვიღაცა ან თემა ისაა რომ სერიოზულად ვიწყებ მართლა ვინ ახარ შენ მან სერიოზულად 18 წლის ქორო და მუღამი ის გვაქვს იდეაში ახლა რომ ხალხმა იაროს რა იმიტომ რომ მართლა ისეთი გარემოა შექმნილი რო რამე
ანუ ხალხის გარდა ყველაფერია. ლუდიც არის ჩამოსასხმელი, რომ გახვიდე იყიდო. მაისურით შეიძლება და ანუ ყველაფერია. თემა რა არის, მაგაზე დავფიქრდი, ფეხბურთი ვისაც გვითამაშია, ოდნავ, ანუ ფესტ უბანში ვისაც გვითამაშია, ეთლისტ რა. ისეთი რაღაცაა, რომ ძალიან დიდი სხვაობა, როგორ ვთამაშობ, თუ გიყურებს ვინმე თუ არ გიყურებს ვინმე რა. როცა ფეხბურთიდან მარტო ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელი მარტო სპორტს იღებს, აი მარტო ეს სპორტულ რაღაცას იღებს და ის ოვაციას არ იღებს და იმ შოუს არ იღებს. რა ნახევარი რო აიღო ხა ფეხბურთელები, ნახევარი არის სიამოვნება, არის სპორტული წარმატება, მეორე ნახევარი არის ოვაცია და ის ფეიმი რა. პარტი მოყვარეობის დაკმაყოფილება. და ის ნახევარით რო თამაშობ ეს ფეხბურთელი, შენ ვერ მოთხო იმ ფეხბურთელს, ხა წარმოიდგინე, რომ ეს სავსეა ეს მოედანი, აი იქ კენდალ ჯენერი ზის, იქ ვიღაცა ზის და გიყურებს და შენ ეგრე ანუ მაგას ვერ მოთხო. სწორედ ამიტომ ჩვენი ანუ როი მიდის რომ აი ცოტა ცუდი თამაშია ის არის ეს არის ჩვენ უნდა ვცადოთ მივიდეთ თამაშებზე ანუ ნახოთ რა ანუ ერთადერთი ჩემი საწაკლი არის რომ არ დავდივართ უბრალოდ რა რაც ნახე და ამ მისვლას მე ფული შევაი ბილეთი გაიყიდება ის მე მწამს რამდენიმე აი მაგალითად ერთ-ერთი გუნდის მწამს რომ თქვათ ეგ რო გაკეთდეს ის ფულს ყველაფერს რაც იქ შევა მოახმარენ იმას რომ ეგ ეროვნული ლიგის თამაში იყოს ჩვენთვისაც რაღაცა დღესასწაული როგორც არის მაგალითად საფრანგეთში და მაგის ცხოვრობენ დილას ეხა სენტეტენშო დავდივეთ მეგონა რაღაცა აპოკალიფტურ ფილმში ვიყავი სადღაც არაფერი არავინ არ იყო საერთოდ დილიდან დავდივეთ და უცებ სტადიონში შევედი და მარტო სენტეტენის გულშემატკივრები თან ლიონის გულშემატკივრები დაშვებულები არ იყვნენ მარტო სენტეტენის გულშემატკივრები სავსე იყო მოედანი და გარეთაც სავსე იყო იმდენად დიდი დღესასწაულია და მაგის მეათედიც რო აქ იყოს ჩვენ რა ვიცი რა ყველას ვინც აქ ვართ და ვინც ცხოვრებაში იყო ყველას ვისწორდება აქ ფეხბურთი რა და ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენ უნდა ვცადოთ რა და მერეც თუ არ გამოვა ესე კიდე სხვა რამეშია პრობლემა არა მე უეჭველი ვიცი რა აი პირდაპირ პროპორციულია ხალხის მისვლა და დონის აწევა რა თამაშის ხარისხის რა თვითონაც ეგრე ფიქრობენ ყველანი დარწმუნებული ვარ ვიაროთ მე რატო არ დავდივარ მე დავდივარ მე ხა არის 20-ში არის ისა იბერია დინამო დერბი არის თბილისური დერბია რა მე მივალ ხო ჩემთანაც ვამბობ რომ მივალ და მივიდეთ რა სად არის ლოკომოტივზეა კი YouTube ლიგის ნაკრებზე უნდა გითხრათ გავიგე რომ უკითხოთ უფრო სწორად 4 ქვეყნის YouTuberები უნდა შევხვდეთ ერთმანეთს აი ამბავი მომიყევით რა მიდი ეხა შენი ლაპარაკე ეხა მე ვიტყვი არა მართლა ვუთხარ ეს კითხვა რომ ცოდნო და წინაზე არ ვილაპარაკებ წინა ამბავზე და მოდ ეხა მე არა მართლა გიქ ხო ვიცი რომ მართლა ვიტყვი მოკლედ უცებ ვიტყვი რა კონკრეტულად გეტყვი მარტივად რომ სწრაფად რომ ვთქვა რა ჩვენ რო YouTube ლიგას ვაკეთებდით YouTube ლიგა გავაკეთეთ მე ვნახეთ რომ სადღაც სხვადასხვა ქვეყანაში არის ეს YouTube ლიგა და ჩვენი YouTube ლიგა უფრო მაგარი როჟა ვიდრე უცხოური YouTube ლიგები და სხვადასხვა სახელის ისინი ბევრად კარგადაა შეფუთული რო რამე რა ავდექი და მოდი ჩვენ თუ მაგრა ვაკეთებთ ან ჩემპიონატს მოდი ვცადოთ და პირველ ჯერზე სატესტოა ისევ ჩამოვიყვანთ რამდენიმე გუნდი ერთდღიანი ივენთი გავაკეთოთ და გავაკეთოთ აი ინტერნეტ ანუ უფრო საზღვრებს გავწდეთ რა მაგრამ საქართველოში კი არა ნაკრები გვყავდეს ჩვენი და ქართული YouTube წავიღო ეგ სულ მქონდა მუღამი რომ აკი გავაკეთებ რაღაცას მაგრამ მაგ შენ ხარ მაგარი როცა აი საქართველოს სამაყვა ეს მაგას ვიცახ მინდა რომ საქართველოს სამაყვა შვილები ვიყოს და არა იღაც ტიპი რომელიც ჩემ რა ვიცი ჩემ შვილს და ჩემ ცოლს რო კარგ ცხოვრებას ეგ ოკეია მაგრამ სად მე რო ქვეყანისთვის რაღაცას გააკეთებ ხო და მაგ მუღამში ეხა 4 ეხა ჩამოდით აზერბაიჯანი იტალია ყაზახეთი სადაც უკვე არსებობს ეგ გუნდები და არ მიწევს და ისა რა ქვია შექმნა მაგრამ რო ვიყავით წასული საფრანგეთში ბელგიელ იუთუბერს შევხვდი ძალიან დიდი იუთუბერია და მაგას აუხსენეთ თემა და შემდეგზე რო გავაკეთებთ 8 გუნდიან მინდა გავაკეთოთ ბელგია პოლონეთი კვიპროსი საფრანგეთი ესპანეთი შეიძლება რომ ანუ არის ხო რომ ჩამოვიყვანოთ რა და მე რაღაც ეტაპის მერე გვინდა რომ აი ეს გლობალ იუთუბერები ვინც არიან ეს აი ჩვენ ვინც speed KSI ეგენი ჩამოვიდა და რაც თავარი არის საქველმოქმედო ანუ არ არის პროსტა ისე საქველმოქმედო თემა არის ეხლა რასაც გავაკეთებთ 100% რაც ფულს შემომიდის 50% სოციალურში 50% სპორტის დასახმარებლად რა აი გაკეთე ისე რა უფრო მაგრა გამოგდით ხორო შენს გითხარი იუთუბერობა თუ ფეხბურთელობა YouTube ფეხბურთელობა. კი, მართალია, დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ ფეხბურთში YouTube-ზე მაგრა ვთამაშობ ფეხბურთს. ფეხბურთისთვის ძალიან ცუდი ვარ. ეხლა ამ გადმოსახედიდან. ბიჭო, მაგას ვამბობ, თორე არ აგიყვანენ. და YouTube-ისთვის
ძალიან ჩვეულებრივი ალბათ. YouTube ქარო არის YouTube-ს კარგი იდეალური სტუმარი. ყველაფერდა შეუძლია საუბარი, არავის არ ჩაეჭრება ლაპარაკში. კარგად მოგისმენს, კარგ ერთ-ორ სიტყვიან პასტურს დაგიბრუნებს, მე ამას ამოჭი დადებს, ის გავარდება იქ ვიდეო, კარგი სტუმარია რა. კარგი მშვენიერი. ფულს უნდა იღებდეს ამაში, როცა ქართულში აჯდება თორე. UFC-ს თუ აადევნებს თვალყურს? მე. არა, მე ქართველების ბრძოლებს ქართველების რა თქმა უნდა, ხო? აი დაღესტნელები რო წერდნენ ისლამ მახაჩევზე ქართველების ღამის კოშმარია. ბოლოს როდის დაგესიზრა? როსტარო დამესიზრა. არა, მე გეტყვი, არა. ისლამ მახაჩევ რომ მესიზრება, როცა შეიძლება ამდენი სხვა ადამიანი დამესიზროს და მაინც ისლამ მახაჩევ რომ დამესიზრება. რა თქმა უნდა არ მესიამონება, ხო შეიძლებოდა რამე სხვა მესი დამსიზრებოდა და გამოსაუბრებოდა ისლამ მახაჩევი მესიზრება. რომელიც გარბის, რატომღაც სირბილის მომენტშია ისლამ მახაჩევი. მე და ისლამ მახაჩევი გაურბი ვარ. გარბი ორივე ერთად. ორივე გაურბი, მე პროსტა გაურბი და ეს რაღაცას გაურბის. კრივზე რა სიტყვით? უცხოელი იუთუბერები კრივშიც გამოდიან არის ასეთი თქო ხო არ აპირებთ დანერგოთ აქ. აი მაგალითად რო ეჭუბოთ საეჭო კაცს. არა, ეგ მაგარისა, მე გონდა იგი ზოგადად გონია რომ გაკეთდება ეგეც, ან მე გავაკეთებ, ან ვიღაც სხვა გაკეთდა რა გნიშნულობა ხა. მაგრამ კარგი ისაა რა ეგეც რა, კრივი კარგია მაგ ამბავში რა, იმიტომ რომ მოკლედ შოუა რა, ანუ სანახაობა ჭირდება ადამიანს ძალიან. აი ძველ რომში ახლა რო უყურებდი სერიალს ხალხს რა. ხალხს რა, აი ხორბალმა რო დააგვიანა მაგალითად თუ რაღაცა ჩამოს გეიმით რო არ ჩამოვიდა და ხალხშიო და გლადიატორებს გამოიყვნენ და აჩხუბებდნენ და ხალხს ავიწყდებოდა რომ შიოდა რა. ანუ რო რამე სანახაობა მნიშვნელოვანია რა, რომ არსებობდეს ერში. ერთი სუფრის ტოლფასი იქნება ხო, ერთი კრივი. რაღაცა ისა ხო რა, ანუ ემოცია არის, ხო, ემოციების გამო მე. როგორ საჭმელი რა? ურიგო არ იქნებოდა საჭმელიც რო იყოს. არა, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ საჭმელი არა, ხო რაღაცით უნდა გაერთოს ადამიანი და ანუ ეხლა საჭმელზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ხო ხტები. საჭიროა სანახაობა. ბოლოს თამაში მაქვს თქვენთან. ძალიან მოვიგებ. ასეთი რამე, ანუ ბოლოს წინა ასოზე რა, ფეხბურთელები ხო ჩვენ ხო იითი მთავრდებათ სახელობითი ბრუნვა. ქალაქებზეც ეგრევე. უმრავლესობა ქალაქებსაც ესე ვთამაშობთ ხოლმე. აი ბარსას ფეხბურთელები, სამი დახმარება გაქვთ. რატო არ ვის დახმარება მაქვს? დარბაზის დახმარება. ეს რეალის ფანია, კაი, დასე. მეორე ჩემი დახმარება. ერთმანეთში ვთამაშობთ? თქვენ ერთმანეთში თამაშობთ. მეორე ჩემი დახმარება და მესამე თუ იკადრებთ, შეგიძლიათ რეალის ფეხბურთელი დაასახელოთ. შეიძლება რომ ორჯერ დავასახელოთ ფეხბურთელი, რომელიც რეალისიც იყო და უყურე ბარსას ფეხბურთელადაც დავასახელო. მაგალითად ფიგურა ვიყოთ, მოდი, ფიგურო თქვა, როგორც ბარსას ფეხბურთელი, მე კიდე ფიგურა აი, კი ბატონო. ფიგურა საერთოდ არ შეიძლება. ეტო სავიოლა? დაიწყე, შენ დაიწყე ქორო. ეტო. ოზე. ოლმო. შუათიც გიჩვენა რა, არ გიჩვენებ. მოზე მიწევს. შეინჯერია. სავიოლა. ლამინი არ შეიძლება, ხო? ლამინი და მამის იჩი კიდე ის. არ შეიძლება, ხო? სავიოლა აზე უნდა თქვა ეხა, ი არ შეიძლება. სავიოლა ლზე თქვი. მაშინ ლევანდოვსკი. კზე? ლევანდოვსკი, კზე. როგორ გვაკლდა? ვა. გვაკლდა. ინტერნეტ გვაკლდა ბალდე, გვაკლდა კრისტენსენს ვიტყვი, კაი, მაგრამ არ გვაკლდა კრისტენსენი. საიდან მიხვედი? კრისტენსენი. ნო. რატო ვფიქრობ? ნეიმანი? როზე იყოს რობერტინიო ლევანდოვსკი არა. რონალდინიო, ხო? რონალდინიო იყოს კი. არა, რონალდო იყოს. რონალდო, კიჭა. დემბელე. ლუის სუარესი. აი, გვარი ხო? აუ რართულ ძალიან უაზრობა მე ესეთ დროს ხვდები აბსოლუტური ლიეტმანი კი არა. არის ყოიგა. კი, ხო და თქვი მაშინ ნ. просто არ ვიცოდი. ნო ისე ხო? ლიტვანეს უთამაშია, კი? აქ არის დაჟე. აქ საქართველოსია დღეს. ლეგენდების იმაში ხო? მეთქი რატომ მიდი გაიყვანე დრო ნოზე ვცბად. ნოზე გავიჭებია. ძალიან მარტივია? კი. ერთხელ ნეიმარი თქვა. ხო. ნეიმარი თქვი და მანდვეა ვინმე? და მახსოვს? კი. ნაგელსმანი არ თამაშობდა.
ძალიან სირცხვილია, ხო? არა. თქვენ გახსოვთ? არა. დარბაზის დახმარება აიღე. ის 10 წამი დამითვალეთ. და დარბაზს ავიღებ. წავიდა დრო. დარბაზი. ყველაც დარბაზშიც მაგარი სიჯუმე არის. იცი? შენ გახსოვს, ხო? არა, კაც მე გატყუებდი. დარბაზის დახმარება თუ რეალიზმი თამაშობ. არა, დარბაზის დახმარება მინდა. ნადალი, რაფაელის ბიძა თამაშობდა. ნადალიო. ფედერერი ყოფილა. არა, ნადალი, ხო, და თვითონ რეალისტი. ბიჭო, ამომივარდა უცბად თავიდან ნადალი. ნადალი იყო ეგეც ფეხბურთელი. და მე კიდელოზე? ლარსონი. ყოჩახ რა? ჰენდრიკ ლარსონი, ხო? შვედი. ჰენდრიკ ლარსონი, კიდე ნსტოიჩკოვი. არა, ეგეთი რამდენია, კაცო, რობინიო და რობინიო სადნახე. პროსტა. ნოსტრადამუსი. აიღე კიდე დარბაზის დახმარება. დარბაზი აღარ მაქვს, რა დახმარებები დამრჩა. რეალისტ ფეხბურთელი. ოთარს რო დარბაზი დაეხმაროს და მე დამეხმარო. ნესკენსი, ხო? ბაზარი არა. აბა მითხარი უბრალოდ რამე მითხარი მაგ ფეხბურთელს. ნესკენსი. ჰოლანდიელი იყო. კი. აი ეს ნესკენსი ის? ც მე მგონი. ც. სუარეს. ახმარება თუ რამე გამო. სუარეზია თუ სუარესი? სუარესი. სალგადო. რეალზე გადავედი? არა, რეალს კარნახობ, რო სერხი რობერტო. სერხი ეწერა, მაგრამ სერხი რობერტო არა, სერხიო ბუსკეტსი არა. სოლდადო არა. სილვინიო თამაშობდა. დაეხმარე? ხო. იმიტომ რომ მე რა ისეც ვიტყვი იზე ხარ, რო ისე ნზე მოიწ. კარგი, მალე, მე მგონი ვეღარ ვიტანს ვერავინ უკვე. იამალი. კი ბატონო, ლუისი. ესა ლენგლე. და ლზე მე კიდე? ხო. ლობოტკა რატომ ახსენდება სულ ლზე? ლენგლე სად გაახსენდა? ბიჭო, რატოა ესეთი რთული? არდა რო დაჯდე და წყნარად ჩამოწერ რა. ახმარება? კი რა. ერთ წამი ლადო. ლადო არ იყო ვარსა. არა, არც ლამპარდი, ხო? არა, ლამპარდი დაჟე არც გადასულა. არა, ბოლოს რომელი დახმარება? დარბაზი გინდა ვაჟი. ხო. დარბაზი. ლაუდრუპი. დრუპი. პედრი. 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 რონალდო არის, რონალდინიო. ხო, არისო ნათხამი. რონალდო ვთქვი. ხო. ისა. ინიესტა. ტორესი. ფერანიო. ტორესი, ხო? ხო? იმენა ს? ესე რო იწერება. კი. ბიჭო, ბოლოში იმას უკეთებ ხომ ეს? ამას უკეთებ? თუ ესე იმას შვები. პროსტა ესე იმას შვები, ხო? თქვენ? მეც ესე შვები, ესე და ესე. შესნი. რა? შესნი. ეხლა თავს მართლა უქნევდი. რა? მე მეგონა გადავებოდი. პირველია სულ არის ს და მე შესნი. ჩინოკ, ხო იცი? ანუ შესნია, სტორია, შესნი. ისევ ნუ. ჩინოკ. რა მაგრახსნა? ჩინოკ. ნუზე გიწევს. ნოიერი ბაიერნში იყო, ტყუილა ფიქრობ მაგას. ნეტუ. მე მეკარეებს მივყვები. მაგრამ ითვლება ეგრე? რა? ტერშტეგენი ითვლება? რატო არ ითვლება? ტერშტეგენი, რატო არ ითვლება? მარკ ანტიპს რამდენი რაღაც ქვია და სადაც გინდა გაწყვიტა. მარკ ანდრე ტერშტეგენი, ანუ აშტეგენია, ტერშტეგენი, ანდრე ტერშტეგენი და მარკ ანდრე ტერშტეგენია. ტერშტეგენ ნზე. ეხლა ნზე ვფიქრობ კიდე. ხო. ნოლიტო თამაშობდა? მომიწია? ხო. ტოტის რომას გარდა არსად არ უთამაში. ტურე.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნახევარმცველი. როდრიგესი. პედრო როდრიგესი. არის, ეხლა არის როდრიგესი. და სულ არა, ეგ სხვა როდრიგესია. მე პედრო როდრიგესი ვთქვი. მე ვთქვი ძველი როდრიგესი და ეხლა არის ვიღაც ხო როდრიგესი. მე გითხე. 20 წამი მორდა მორჩით. ხო. კი ბატონო. სალგადო ხო? სალგადო რეალია. სავიოლა ნათქვამია. მაშინ უნდა იკადრო და რეალის ფეხბურთელი თქო. უნდა იკარდო, იკარდი, უნდა იკარდო. წავაგე მაინც, იმიტომ რომ ალექსის სანჩესი ვერ გავიხსენე. არ იკადრეთ არც ერთ რეალის ფეხბურთელს. თქვი. ეტო. მართლა. რონალდო. სავიოლა ითქვა, ხო? ფიგუ. არა, ეგ არა. ლუის ენრიკეც ორივე გათამაშა. ეგ ძალიან ამეტანია, ფიგუ ძალიან. ლუის ენრიკე იქაც იყო. ხო. კარგი, მოკლედ, არავინ არ წააგო? არავითარ შემთხვევაში წააგო რეალმა ბოლო 5 თამაში ბარსასთან. კი ბატონო. და ჩემი სტუმრები იყვნენ იუთუბერები და შეთავსებით ბარსას ფანები, ქორო და ბასტო ფანტასტო. დიდი მადლობა. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.